მოგესალმებით. ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას ქართველური ცივილიზაციას. საუბრის თემა არის შემდეგი: პროტოქართველები, საერთო ქართველური ენა და წარწერები. დღეს არის მეხუთე ნაკვეთი. აკლასის ხაზოვანი და ფესტოსის დისკოს წერილობითი ძეგლების მიხედვით. თემა წარმოდგენილია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ცენტრი ენა ლოგიკა მეტყველების მიერ. ჩვენი ნაშრომები დაწვრილებით ვისაც აინტერესებს, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ გამოქვეყნებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალ ქართველოლოგიაში და ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ისტორიულ-ეთნოლოგიური ძიებანში. ნომრები შესაბამისად მითითებულია თქვენს ეკრანზე. წინამდებარე გადაცემაში წარმოდგენილია შემდეგი საკითხები. ჩვენ წინა სამ გადაცემაში და დამატებით კიდევ მეოთხე გადაცემაში ვისაუბრეთ სამხრეთ ევროპის, წინა აზიისა და კავკასიის უძველესი მოსახლეობისა და ენების შესახებ. ასევე საუბარი ჰქონდა მაგრიელების, დოლიონების, ქაშკებისა და მუშკების განსახლების შესახებ. მესამე თემა რია კიბელეს, კორიბანტებისა და კირბების კოლხური დამწერლობის შესახებ დღეს ვისაუბრებთ. მეოთხე აკლასის ხაზოვანი, ფესტოსის დისკოს და კრეტული იეროგლიფური წარწერების აღმოჩენისა და შესწავლის მოკლე ისტორია. მეხუთე საკითხი არის ფესტოსის დისკოსა და აკლასის ხაზოვანი წარწერების შესახებ და ბოლოს იქნება დასკვნა. რამდენიმე წუთით დაუბრუნდეთ უკანა გადაცემას, ეს არის მაგრიელების, დოლიონების, ქაშკებისა და მუშკების განსახლების შესახებ. მოკლედ ვთქვათ წინა გადაცემაში რა ვისაუბრეთ. როგორც წინა გადაცემაში აღვნიშნეთ, ხეთური, ანუ ნესიტური, ლუვიური, ასურული, ეგვიპტური, ურარტული, ებრაული, ბერძნულ-ლათინური და სხვა წყაროების მიხედვით ირკვევა, რომ ქართველური მოდგმის, მაგალითად მაგრიელების, ანუ მაგრონების, დოლიონების, ქაშკების, მუშკებისა და სხვა ტომების საცხოვრისი ყოფილა კავკასია, შავი ზღვისპირეთი, მცირე აზია, კუნძული ევბეა, კუნძული კრეტა, ბალკანეთის ნახევარკუნძული, კერძო თესალია და პელაზგია, ეგეოსის ზღვისპირეთი და სხვა ტერიტორია. თქვენ რუკას ხედავთ თქვენს წინ, აქ აღნიშნულია ბალკანეთი, მცირე აზია, შავი ზღვა, კავკასია. სწორედ ვარდისფრად არის მოცემული ამ რუკაზე ქართველური მოდგმის განსახლება. ამ ხრივ ივანე ჯავახიშვილი, ნიკო ბერძენიშვილი, სიმონ ჯანაშია წერენ. დაახლოებით 6000 წლის წინათ, წინა აზიის უზარმაზარ მიწა-წყალზე და სამხრეთ ევროპაშიაც, ბალკანეთის, აპენინისა და პირენეს ნახევარკუნძულებზე, აგრეთვე აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროზე, ერთი მოდგმის ხალხი ცხოვრობდნენ. ამ მოდგმის ხალხმა შექმნეს ძალიან ადრინდელი და დიდი კულტურული ცენტრები. ევროპაში ამ მოდგმის ხალხები წინ უსწრებდნენ შემდეგ მოსულ ინდოევროპელებს, რომელთაც ადგილობრივი მოსახლეობისა და მისი განვითარებული კულტურის ძლიერი გავლენა განიცადეს. ჩვენ ამ საკითხზე დაწვრილებით პირველ, მეორე, მესამე გადაცემაში ვისაუბრეთ. ახლა გაჩვენებთ იმ წიგნებს, სადაც ეს ციტატაა დაბეჭდილი. ეს გამოცემულია 1953 წელს საქართველოს ისტორია, უძველესი დროიდან მე-19 საუკუნის დამდეგამდე. ავტორები ბრძანდებიან ივანე ჯავახიშვილი, ნიკო ბერძენიშვილი და სიმონ ჯანაშია. ეს არის სკოლის სახელმძღვანელო. შემდეგში წიგნი გამოიცა სხვანაირი ცოტა რედაქცირებით 1946 წელს და გამეორება იყო 1948 წელს. ჩვენ ახლა მოკლედ ხედავთ ახლა რუკას, სადაც წარმოდგენილია პირობითად კავკასიური მოდგმის განსახლების არეალი, ძველი წელთაღრიცხვის მე-6 პირველი ათასლეულის პირველი ნახევარი. ეს რუკა რა თქმა უნდა სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვანაირად შეიძლება წარმოიდგინოს, მაგრამ მოკლედ ვარდისფრად ნაჩვენები ამ სურათზე, ამ რუკაზე გვიჩვენებს ქართველური მოდგმის, სამხრეთ კავკასიური მოდგმის განსახლების არეალს.
რუკა შედგენილია ჰუმბოლტის, კლუგეს, ჰომელის, მარის ჯავახიშვილის, შახერმაიერის, ჩიქობავას, ბერძენიშვილის, ჯანაშიას, მელიქიშვილის, ზვიადგამსახურდიას, ჰერბერტ ზევიშისა და სხვათა ნაშრომების მიხედვით. მთელი ხმელთაშუა ზღვა, ჩრდილოეთ ნაწილი აფრიკისა, სამხრეთ ევროპის ნაწილი, ეგეოსის ზღვისპირეთი, მცირე აზია, კავკასია, შავი ზღვისპირეთი და შუამდინარეთი, სადაც იყო შუმერული და ელამური ცივილიზაცია. თქვენ მოგეხსენებათ, რომ შუმერული ცივილიზაციას საკუთრივ თავიანთ ენაზე ეწოდებოდა ქიენგირი. ასევე გაჩვენებთ დამატებით რუკას, სადაც წარმოდგენილია უცხოელი მეცნიერების მიერ არის ესე იგი ვერური ვაზის გავრცელების არეალი. ფაქტობრივად ჩანს, რომ ქართველური მოდმის განსახლების სივრცე ემთხვევა სწორედ ვაზის კულტურის გავრცელებას. აქ დამატებით გაჩვენებთ სხვათა შორის ამ ავტორების მიერ გაკეთებულ რუკას, ესე იგი ველური ვაზის გავრცელების არეალს ხმელთაშუაზღვისპირეთში, სამხრეთ ევროპის ნაწილში, მცირე აზიაში, შავი ზღვისპირეთში. საინტერესოა ამ მხრივ ეს რუკა, იმიტომ რომ თუ ვიტყვით, რომ სამხრეთ კავკასია არის ვაზის სამშობლო და ამას ამტკიცებს ბევრი მეცნიერული გამოკვლევა, ჩვენ ამას დაწვრილებით არ შევეხებით, ის არის მანიშნებელი, რომ ქართველური მოდგმა გადაქონდა ეს კულტურა სხვა ადგილებში და სწორედ იმ ადგილებში, სადაც ახლა თქვენ რუკაზე ჩანს, თქვენს რუკაზე ჩანს ეს გაფერადებული ნაწილი არის სწორედ წითელი ფონით. ამის გარდა კიდევ არის მოსაზრება, რომ ხორბლის სამშობლოც არის სავარაუდოდ საქართველოს ტერიტორია და საერთოდ მოგვახსენებენ გამყრელძე ივანოვი, რომ როგორც მცენარე კულტურული თვალსაზრისით როგორც ცელდებოდა შესაბამისად გამრცელებელის მიერ თან გადაქონდათ ამ კულტურის სახელი და მთელი ცივილიზაცია იმ მხრივ რომ საკონტაქტო ინფორმაცია ყოფილიყო მათ შორის. ამიტომ ჩვენ ვიტყვით, რომ და ასევე სამეცნიერო კვლევების მიხედვით, რომ ამიტომ ამ ხალხს აუცილებლად ჭირდებოდა საკომუნიკაციო დამწერლობა. და ამას ამტკიცებს ახალი აღმოჩენები შუამდინარეთში თუ როგორ გაჩნდა შუმერული ცივილიზაციაში დამწერლობა. ჩვენ ამაზე დაწვრილებით ცალკე გადაცემაში ვისაუბრებთ, დღეს გავაგრძელებთ ამ თემას. მესამე საკითხი არის რია კიბელეს კორიბანტებისა და კირბების კოლხური დამწერლობის შესახებ. ჩვენ დაწვრილებით ამ ყოველივე ღვთაების და ღვთაების დასახელებებს ჩვენ გავარჩევთ ამ გადაცემაში. უძველეს ხანიდან ხმელთაშუა ზღვისპირეთში, კერძოდ კრეტა და მცირე აზია, შავი ზღვისპირეთსა და სხვაგან გავრცელებული იყო ნაყოფიერებისა და სიცოცხლის მფარველი ქალღმერთების, ღმერთების დედის, დიდი დედის თაყვანისცემის კულტი. მოგეხსენებათ, ამ ღვთაებას მჭიდროდ უკავშირდება მცენარეთა, ფრინველთა და ცხოველთა სამყარო. თქვენ წინ ეკრანზე ჩანს ყველაზე უძველესი ამ შემთხვევაში დედაღვთაების გამოსახულება, ეს არის თიხისგან გაკეთებული და ინახება ანკარის მუზეუმში. დათარიღებულია ძველი წელთაღრიცხვით 6000 წელი. ეს დედაღვთაება მისი ნაყოფიერების სიმბოლოდ არის წარმოდგენილი და მას თან ახლავს ცხოველები, პირობითად ესენი შეიძლება იყოს ლომი. არქეოლოგიური კვლევა ძიებით და ბერძნული ლათინური წერილობით წყაროებში დაცული ცნობების სამეცნიერო დამუშავებით სადღეისოდ სავსებით მიღებულია მოსაზრება, რომ ღმერთთა დედას, დიდ დედას კიბელეს, მეორენაირად კვიბელეს უკავშირდება ფასისის დედაღვთაება ფასიანე.
აქ მითითებულია ლიტერატურა კეჭახმაძე და ურუშაძე. ამ მოსაზრების საფუძველი ჯერ კიდევ წარმოჩნდა ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს ერთ-ერთ ტექსტში, რომელიც დაცულია ფლავიუს არიანის თხზულებაში. მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო. აქ მითითებულია ორი წიგნი, სადაც ბერძნულად არის ეს მასალა მოცემული და ქართული თარგმანიც, რომელიც გააკეთა პროფესორმა ნათელა კეჭახმაძემ. ესე იგი, ბერძნული ტექსტი არის თქვენ წინ დაბეჭდილი სკრიპტა მინორაში, ხოლო ბერძნული ტექსტი და შესაბამისი ქართული თარგმანი მოცემულია ნათელა კეჭახმაძის მიერ გამოცემულ წიგნში. ფლავიუს არიანის ამ ნაწარმოებებში დამოწმებულია შემდეგი განმარტება. ჩვენ ახლა გაჩვენებთ ბერძნულ ტექსტს, ეს არის ძველი ბერძნული ტექსტი, თქვენს ეკრანზე ჩანს, რომლის ქართული თარგმანი წარმოადგენა კეჭახმაძემ, ქალბატონ ნათელა კეჭახმაძემ. ამ ციტატის ქართული თარგმანია შემდეგი. ფასისში, რომ შედიხარ, მარცხნივ აღმართულია ქანდაკება ქალღმერთ ფასიანესი, ფასისეთა ქალღმერთი. გარეგნობის მიხედვით ესაა რეა, რადგან ხელში წინწილა, ერთგვარი მუსიკალური საკრავი უჭირავს. აგრეთვე მისი სავარძლის წინ წვანან ლომები და თვით იგი დაბრძანებულია როგორც ფიდიასის მიერ შესრულებული ქანდაკება, რომელიც აღმართული იყო ათენის მეტროონში. ფასის მოგეხსენებათ, ეს არის ამჟამად ფოთი, რეა ეს არის უდიდესი დედაღვთაება, ანუ ღმერთების დედა, რომელსაც უწოდებდნენ ადგილის მიხედვით კრეტაზე რეას, ხოლო მცირე აზიაში კვიბელეს ან კიბელეს. შესაძლებელია კიბელე ყოფილიყო. და ფიდიასი ის იყო მოქანდაკე, რომელმაც მსგავსად რეა კიბელეს ქანდაკება გააკეთა ათენის მეტრონში. დადგა. ეს ღმერთების ტაძარია. თქვენ წინ ეკრანზე ჩანს ოთარ ლორთქიფანიძის წიგნის მიხედვით ქალღმერთება ფასიანეს როგორ გამოიყურება, ანუ როგორი ფორმის იყო. ესე იგი, ქალღმერთება დაბრძანებულია ტახტზე, მას ხელში უჭირავს წინწილა და ორი ლომი თან ახლავს. არიანეს ამ განმარტების მიხედვით ნიკო ბერძენიშვილი, ივანე ჯავახიშვილი და სიმონ ჯანაშია წერენ. ქალაქ ფასიტში, მეორე საუკუნეში, ახალი წეთაღრიცხვით, ადგილობრივი ქალღმერთის ქანდაკება იდგა. ქალღმერთი ტახტზე იჯდა, ხელთბას კიმბალი, მეორენაირად ქვია ეს მეორენაირად განმარტავენ ამ სიტყვას, ერთგვარ მუსიკალურ საკრავს. ესე იგი, ხელთ მას ეჭირა კიმბალი, ფერხთით კი ლომები ეწვა. ბერძნები, მაგალითად არიანე და სხვები ამბობდნენ, ეს ქალღმერთი ყველაზე მეტად რეას გავსო. რეა კი ანუ სხვანაირად კვიბელე, მცირე აზიის მთავარი ქალღმერთი იყო, რომელიც დიდი დედის, დედოფლისა და ღვთისმშობლის წოდებულობას ატარებდა. ზემოთ მოტანილი არიანეს ცნობის გათვალისწინებით გერმანელი ბოტანიკოსი კურტ იოახიმ შპრენგელი 1821 წელს წერს: რეა, კიბელე, აზია, ანუ იაპეტის ცოლი, პრობეთეს დედა და ფასისელთა ქალღმერთი ფასიანე, რომლებსაც თაყვანცემდნენ კოლხეთში, უდავოდ ერთი და იგივეა. ეს მასალა დაცულია მის წიგნში, სადაც თქვენს ეკრანზე ჩანს, რომელიც თქვენს ეკრანზე ჩანს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არიანეს თხზულების შესწავლითა და ეთნოგრაფიული მასალის კვლევა ძიებით პროფესორი ვერა ბარდაველიძე სავსებით სარწმუნო დასკვნამდე მივიდა, რომ ფასიანე გაიგივა ღმერთების დიდ დედასთან, რომელიც ქართულ საწესჩვეულებო სიმღერებში ნანად იწოდება. ვერა ბარდაველიძეს ეს მასალა დაცული აქვს ამ წიგნში, რომელიც გამეორებული იქნა, ისევე თავიდან დაიბეჭდა 2006 წელს და 96 გვერდზე არის ეს მასალა მითითებული.
გარდა ამისა, ზემოთ ბოტანილი არიანის ცნობის თაობაზე უაღრესად ყურადღებას იმსახურებს პროფესორ ოთარ ლორთქიფანიძის მიერ წარმოდგენილი მოსაზრება, რაც ფასიანე თეორიაში მან დეტალურად მოგვითხრა არიანის მიერ შავი ზღვისპირეთში განლაგებული რომაული გარნიზონისა და ქალაქი ფასისის მონახულების შესახებ. ამჯერად დავიმოწმებ ოთარ ლორთქიფანიძის შემდეგ ციტატას. არიანის მოგზაურობიდან ციტირებული ნაწყვეტიდან ჩვენ ვიგებთ, რომ ახალი წელთაღრიცხვის 151 წელს, როდესაც არიანი ინსპექციის მიზნით ქალაქ ფასის, ანუ ფოთს ეწვია, სვიის მხრიდან ქალაქში შესასვლელთან მდინარე ფასისის, ესე იგი რიონის შესართავთან აღმართული ყოფილა ფასიანე თეოსი. ფასიანე ქალღმერთების სახელია, თეოს ბერძნულად ღვთაების ღმერთი, აი ესე რომ ვთქვათ, ანუ ქართულად ამას განმარტავთ, რას ნიშნავს. არიანეს მოგზაურების გამომცემელნი და ციტირებული ნაწყვეტის ინტერპრეტატორები თარგმნისას სხვადასხვაგვარად გადმოცემენ ფასიანე თეოს, თუმცა როგორც ჩანს ერთ და იგივე მნიშვნელობით. ანუ თარგმნიან ასე: ფაზისელთა ქალღმერთი, ან ფასიანელი ქალღმერთი, ქალღმერთი ფასიანე და ფაზისელი ფასიანე, ფასისელი ქალღმერთი. რუსულ ენაზეც, ინგლისურად და გერმანულად თქვენს ეკრანზე არის მოცემული ეს დაწვრილებით. ყველა ეს ეპიტეტი შინასობრივი თვალსაზრისით სავსებით გამართლებულია, მაგრამ შესაძლებელია თითქოს სახელწოდებისა და მისი შინაარსის კიდევ უფრო დაკონკრეტება. ასეთ შესაძლებლობას კარნახობს სტრაბონის ერთი ძალზე საინტერესო ცნობა, თუმცა ის ეხება სხვა რეგიონს, კერძოდ ფრიგიას. მცირე აზიაში არის ეს ადგილი, ამჟამად თურქეთის ტერიტორია. ეს უკანასკნელი, როგორც ცნობილია, იყო სამშობლო ქალღმერთ კიბელესი, რომელიც გაიგივებულია რეასთან. არიანესაც ხომ სწორედ ეს ღვთაება მოაგონა ფასიანე თეოსის ქანდაგება? ამჯერად ჩვენთვის საინტერესო სტრაბონის ცნობა ასეთია. ბერძნული ტექსტი, ეს არის ძველი ბერძნული ტექსტი, თქვენს ეკრანზე ჩანს. ჩვენ ამ ტექსტს ახლა ქართულად გადმოვიტანთ. აქვე წარმოვადგენ სტრაბონის ამ ციტატის ქართულ თარგმანს. რაც შეეხება ბერეკინტებს, ერთ-ერთ ფრიგულ ტომს და საერთოდ ფრიგიელებს, აგრეთვე მთა იდის მახლობლად ცხოვრებ ტროელებს, ისინი თაყვანს რეას, უწოდებენ ღმერთების დედას და დიდ ქალღმერთს, ხოლო აგრეთვე ადგილის მიხედვით რეას სახელებია იდაია, დინდიმენე, სიპილენე, პენსინუნტისი, კიბელე და კიბებე და ასე შემდეგ. ანუ ადგილის მიხედვით რეას, კიბელეს, ანუ ნანა ღვთაებას ქვია სხვადასხვა სახელი. იმთის, იმ დასახლებების მიხედვით, მაგალითად თუ მთა იდასთან მდებარეობდა ეს ქალღმერთების ქანდაკება, ანუ დანიშნულების საკულტო ცენტრი, მას ერქვა იდაია. თუ დინდიმენეში მდებარეობდა დინდიმენე და ასე შემდეგ. პოეტები ღმერთს დიონისეს უწოდებდნენ ასევე ბახუს, ეს თქვენ მოგეხსენებათ, რიას კიბელეს ან კიბებეს, დიდიმენეს მათი თაყვანიცემის ადგილის მიხედვით. ეს ფრაზა არის თლიანად ამოღებული სტრაბონის გეოგრაფიის მეათე წიგნის მესამე პარაგრაფის მე-15 სტრიქონიდან, რომლის თარგმანი ამ შემთხვევაში წარმოდგენილია ოთარ ლორთქიფანიძის წიგნიდან. ახლა ვაგრძელებთ ოთარ ლორთქიფანიძის მსჯელობას. ამრიგად სტრაბონის ცნობიდან გამომდინარეობს შემდეგი. პირველი, რეა იგივეა, რაც კიბელე, დიდი დედა. ეს ბერძნულად ჟღერს მეგალე მატერ, ძველი ბერძნულით. ანუ ღმერთების დედა, მატერ თეონ. აღსანიშნავია, რომ იმავე ქანდაკებას რეას ათენის მეტრონში, რომელსაც არიანე ფასიანე თეოს ადარებდა, სხვა წყაროები მოიხსენებენ აგრეთვე როგორც დიდ დედას, ღმერთების დედას. ეს წიგნი, ეს მასალა შესაბამის წიგნებშია მითითებული, მაგნა მატერს წერია ლათინურ
წყაროში, ხოლო ბერძნულში mater theon. რეას ღმერთების დედის კულტის კუნძულ კრეტაზე შერწყმა დიდ ანატოლიურ, მეწილად ფრიგიულ და აგრეთვე ლიდიურ ღვთაება კიბელესთან ღმერთების, ადამიანების, ცხოველთა და მთელი ბუნების დედასთან საყოველთაოდ აღიარებულია. თქვენ წინ ეკრანზე სწორედ ეს ღვთაება ჩანს. მისი ქანდაკება. მეორე ისევე ოთარ ლორთქიფანიძის მეორე დასკვნა. სტრაბონის ზემოციტირებული ცნობებიდან ჩვენ ვიგებთ აგრეთვე და ეს ამჯერად ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ რია, ანუ კიბელე, ანუ დიდი დედა, ანუ ღმერთების დედა ატარებდნენ სხვა ლოკალურ სახელწოდებებსაც. იმ ადგილის მიხედვით, სადაც მათ თაყვანს სცემდნენ. მაგალითად, პესინუნტისი, ფრიგის ქალაქია, პესინუნჩი, იდაია მთა და ქალაქი ფრიგიაში. და სხვები, რომელთა შორისა სიტყვა წარმოების მიხედვით ფასიანე, მსგავსი ნედაბოლოებიანი სახელწოდებანი. ასეთებია სტრაბონის ციტირებულ ტექსტში, ასევე სხვა ლიტერატურულ წყაროებსა და ეპიგრაფიულ ძეგლებში. მოხსენებული ღვთაებანი. კიდევ გამეოროთ ეს ღვთაებანი, ანუ ერთი ღვთაების ადგილის მიხედვით სახელწოდებებია დინდიმენე, რომელსაც თავდაპირველად თაყვანს სცემდნენ დინდიმონის მთებში, სიპილენე, ანალოგიური მნიშვნელობისა პლაკიანე, ტოლიპიანე და სხვები. ამრიგად, ფასიანეც უნდა განვიხილოთ როგორც რია კიბელეს ადგილობრივი სახელწოდება, რომელიც სტრაბონის სიტყვები რომ გავიმეოროთ, წარმომდგარია ადგილის სახელის, თუ მისი თაყვანისცემის ადგილის მიხედვით. ფასიანე თეოს ამრიგად უნდა გადმოიცეს როგორც ღვთაება ფასიანე, რაც ნიშნავს ფასისელ რეას, კიბელეს, ესე იგი დიდ დედას, ფასიში ან ფასისელ დიდ დედას. ეს მოსაზრება ოთარ ლორთქიფანიძისა, ისევ გავიმეორებთ ოთარ ლორთქიფანიძის მოსაზრებას, არიანე ქანდაკებას უწოდებს ქალღმერთ ფასიანეს. ეს სახელწოდება მას არ შეუთხზავს, ის უთუოდ არიანემდე დიდი ხნით ადრე არსებობდა და იყო დიდი ქალღმერთების, ღმერთების დედის, დიდი დედის რია კიბელეს ადგილობრივი სახელწოდება, ისევე როგორც დინდიმენე, სიპილენე, პლაკიანე, ტოლიპიანე და მათი მსგავსი. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია შავი ზღვისპირეთის ბერძნულ ქალაქებში, არქაულსა და კლასიკურ პერიოდებში კიბელეს კულტი არ ასრულებდა პირველხარისხოვან როლს. ესე იგი ბერძნებისთვის არ ასრულებდა პირველხარისხოვან როლს. თუმცა ცნობილია ამ ღვთაების გამოსახულებათა ცალკეული აღმოჩენები. ამიტომაც ჩემი აზრით გასაზიარებელია ქართულ ისტორიოგრაფიაში უკვე კარგახნით წინ გამოთქმული მოსაზრება, რომლის თანახმად არიანეს მიერ აღწერილი ქანდაკება ადგილობრივი ღვთაებისაა, რომელიც დიდ დედად წარმოიდგინდებოდა და ის ადგილობრივი ცხოვრებთაგან, კოლხებისაგან შეითვისეს მილეტელმა მოსახლეობამ. ამრიგად საფიქრებელია, რომ ფასიანე, ფასისელი, დიდი დედა, რომელიც ქალაქ ფასიში მცხოვრებმა ბერძნებმა თავიანთ ერთ-ერთ მთავარ ღვთაებად აქციეს, ადგილობრივი კოლხური ღვთაების კულტიდან მომდინარეობს. მოგეხსენებათ, რომ ძველი წელთაღრიცხვის მერვე საუკუნიდან ბერძნები შავი ზღვისპირეთში აკეთებენ ესე იგი იწვევენ კოლონიზაციას, ანუ იმ პერიოდზეა საუბარი, როცა ბერძნები აქ უკვე ცხოვრებას იწყობენ და მათი კულტურა, მათი ღვთაებების პანთეონში არ იწოდება სწორედ რია კიბელე და სწორედ ეს წყარო, ეს მასალა, ეს მსჯელობა ჩვენ გვეუბნება იმას, რომ აქ მაცხოვრებელმა ბერძნებმა რია კიბელეს კულტი შეითვისეს ადგილობრივი მოსახლე კოლხური პანთეონიდან. ოთარ ლორთქიფანიძე აგრძელებს მსჯელობას, დიდი დედის კულტთან დაკავშირებული არქეოლოგიური არტეფაქტების უმრავლესობა კოლხეთში ბერძნული კოლონიზაციის წინარე ხანას უკავშირდება. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე უფრო შესანიშნავი თაგანია სოფელ ურეკში დღევანდელი ფოთიდან, ესე იგი ძველი ფასისიდან სამხრეთით 10 კილომეტრის დაცილებით ძველი წელთაღრიცხვის
მე-7 საუკუნის სამარაულ კომპლექსში ტახტზე მჯდომარე ბავშვიანი ქალის ბრინჯაოს ქანდაკება და მასთან ერთად ასევე ბრინჯაოს ფრინველთა და ცხოველთა, რომელთანაც დაკავშირებულია ხარიშველი ავაზას ქანდაკებები. ესე იგი, მოკლედ ძველი წელთაღრიცხვის მე-7 საუკუნეში აღმოჩენილი იქნა დასავლეთ საქართველოში ტახტზე მჯდომარე ბავშვიანი ქალის ბრინჯაოს ქანდაკება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ საკითხისთვის, რომ დადგინდეს შავი ზღვისპირეთსა და ხმელთაშუა ზღვისპირეთში, კერძოდ ეგეოსისპირეთში მცხოვრები ადამიანების ერთი კულტურული წარმოშობის თვალსაზრისით. ამას ჩვენ ახლა გავშიფრავთ უფრო კარგად. ცნობილია, რომ ტახტზე მჯდომარე ბავშვიანი ქალი ფრინველთა და ცხოველთა გარემოცვაში ესაა დიდი დედა. ამ დიდი ქალღმერთების კულტი კოლხეთში არქეოლოგიურად კიდევ მრავალგან და საკმაოდ მრავალფეროვანი გამოვლინებებითაა დადასტურებული. ამბობს ოთარ ლოთქიბანიძე. თქვენ წინ ჩანს კრეტაზე აღმოჩენილი რიაკიბელეს, ანუ დიდი დედის ქანდაკება, ეს თიხისგანაა გაკეთებული, ტახტზე მჯდომარეა და ამ საკითხზე ჩვენ კიდევ დაწვრილებით შემდეგ გადაცემაშიც შევეხებით. ამრიგად არიანის მიერ ზემოთ განხილული ცნობა მოწმობს, რომ ქალაქ ფასიში არსებობდა ადგილობრივი კულტი. ესე იგი, კოლხური ქალღმერთების დიდი დედისა, რომელსაც რიაკიბელე ეწოდებოდა, რომელიც ადგილობრივი სახელწოდებიდან გამომდინარე იწოდებოდა ფასიანეთ. ესე იგი, ფასიში დაბრძანებული რიაკიბელეს ღვთაების კულტი იწოდება ფასიანეთ. ის რომ ამ ქალღმერთების ქანდაკება ქალაქ ფასიში შესასვლელთან და საზღვაო კარიბჭესთან იყო აღმართული, უნდა მოწმობდეს იმას, რომ ფასიანი ქალაქის ერთ-ერთი უზენაესი ღვთაება იყო და მისი კარიბჭის მფარველი და მცველი. აქვე დავამატებთ და კიდევ გავიმეორეთ იმ მოსაზრებას, ვერა ბარდაველიძემ ეს ქალღმერთება წარმოადგინა როგორც ნანა ქალღმერთება. ადგილობრივი მოსახლეობა მას უწოდებდა ნანას. დათელა კეჭახბაძე აღნიშნავს, რომ არიანის ცნობა მიგვითითებს იმას, რომ ქართველებს და მცირე აზიის ავტოქთონურ ადგილობრივ მოსახლეობას ერთი და იგივე სალოცავი ჰქონდათ. რაც ამ ტომების ერთგვარ სიახლოვე ნათესაობაზე უნდა ლაპარაკობდეს. დასავლეთ საქართველოში აღმოჩენილია ბრინჯაოს ქანდაკებები ცხენზე მჯდომარე ქალღმერთებისა, დიდი დედისა, რომელთაც ხელთ ბავშვი უყრიათ. თქვენ წინ ეკრანზე ჩანს ეს ქალღმერთება, რომელიც აღმოჩენილია საკმაოდ ბევრი რაოდენობის ცხენზე მჯდომარე ქალღმერთება და ხელში უჭირავთ ბავშვი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბერძნული წარმოშობის ამერიკელმა მეცნიერმა ვოიაცისმა საბერძნეთში კუნძულ სამოსზე აღმოჩენილი ბავშვიანი მხედარი ქალის ბერძნული ქანდაკება სანგაგებოდ შეისწავლა და გამოთქვა მოსაზრება, რომ ძველი წელთაღრიცხვის მე-8 საუკუნეში ის შესაძლოა კავკასიური, ანუ კოლხური კულტურის გავლენით იყოს შექმნილი. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ამით დავასრულოთ დღეს საუბარი და ჩვენ გავაგრძელოთ შემდეგ გადაცემაში დაწვრილებით ამ საკითხზე. გმადლობთ ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე.